გამარჯობა პირდაპირ ეთერში ახალი ამბები მოკლედ 18 საათზე მე თუნაინც პირველი ვარ. ლარი რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს ეროვნული ვალუტა ერთ დღეში თითქმის 5 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარსა და თითქმის 66 თეთრში ადგენს. გაცილებით მაღალია კოეფიციენტი სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში. პესიმისტური მოლოდინები აქვთ ლართან დაკავშირებით ექსპერტებს ანალიტიკოსების თქმით, ლარის გაუფასურება არის მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორი გეგმის შედეგი. ეკონომიკური ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას არ ყოფნის კომპეტენცია ეკონომიკურ გეგმაში ცვლილებების შესატანად. ექსპერტთა აზრით იმისთვის, რომ ლარმა მინიმალურ დონეზე მაინც დაიწყოს გამყარება, საჭიროა მეტი ინვესტიციები და კარგი ბიზნესი გარემო. რეგიონული ფაქტორი რა თქმა უნდა მოქმედეს, მაგრამ მხოლოდ ამაზე დაბრალება, მხოლოდ სეზონურ ფაქტორზე თუ მთავრობა სწორად მუშაობს, თუ ისფრის კარგ ბიზნეს გარემოს და კარგ საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში, ეს ფაქტორები ნაკლებზე გავლენას უნდა ახდენდეს უარყოფით. საჭიროა ის, რომ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ქვეყანაში, გავზარდოთ საავტო შემოდინებები და რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს, ვთქვათ, დოლარის შემოდინება და საავტო შემოდინება ზოგადად ქვეყანაში. ცინიკური თუ არა აბსურდული მაინც ჩანს დედოლარიზაციის გეგმა, რომელიც მთავრობის მიერ იქნა დაანონსებული და რაც არ უნდა ასე ვთქვათ ვამტკიცოთ ამ გეგმის სასარგებლოდ ან გეგმის საწინააღმდეგოდ ფაქტის სახეზეა. ლარის შემდგომი გაუფასურება არის ისეთ და ისეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებასთან კავშირში. შეიცვლება დამოკიდებულება, შეიცვლება პოლიტიკა, ლარის ადეკვატურად მოიქცევა. ეს არ არის წვიმა, რომ ადამიანს უნდა დაველოდოთ ის გადაღებას. სამწუხაროდ მე როგორც ხედავ, მთავრობას არ აქვს ინტელექტუალური რესურსი გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებებს.